თუ ამ დრომდე შენთვის ძალიან სხვა ადამიანის აზრი, ის თუ რას ამბობენ შენზე და ასევე ფიქრობ, რომ ყველა სხვა ადამიანმა იცის ბევრად უფრო კარგად, ვიდრე შენ რა უნდა გააკეთო, მაშინ აუცილებელია რომ უყურო ამ ვიდეოს. მე შენ გაჩვენებ, რას წარმოადგენს თითოეული ადამიანის აზრი და წარმოდგენა ზოგადად სიტუაციაზე ან ფაქტზე. ერთ-ერთმა პროფესორმა ლექციების კითხვის დროს ჩაუწყო თავისივე სტუდენტებს ასეთი საქმე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩაწყობილი, მაგრამ შემოვარდა რამოდენიმე ადამიანი, თავად 5 იყვნენ და წაათრიეს პროფესორი. მის შემდეგ, როდესაც პროფესორი დაბრუნდა, პროფესორმა კითხვა ყველას, ვინ და რა დაინახეს. ყველაზე საინტერესო არის ის, რომ ფაქტობრივად ერთი ამბავი რომ მოხდა, მაგ ერთ ამბავზე ყველას ჰქონდა სხვადასხვა განსხვავებული წარმოდგენა. ანუ თუ ადამიანი ფაქტიურად იყო 5, ზოგმა დაინახა 6 ადამიანი, ზოგმა დაინახა 7 ადამიანი. ასევე ის თუ როგორ წაათრიეს პროფესორი ლექციიდან, ამაზეც ყველას ჰქონდა თავისი განსხვავებული წარმოდგენა. ზოგმა თქვა, რომ ხელში აათრიეს და ისე წაიყვანეს, ზოგმა თქვა, რომ თავზე დაახურეს რაღაც, ზოგმა კი თქვა, რომ თვითონ წავიდა. ანუ წარმოიდგინე ერთი და იგივე ფაქტზე, რომელიც ყველა ადამიანის თვალების წინ მოხდა, ცალკეულ ადამიანს, ცალკეულ ინდივიდუუმს ჰქონდა თავისი ხედვა მაგ ფაქტზე. მაგ ერთი ფაქტის აღქმა ჰქონდა თავისი ინდივიდუალური და დაჟე განსხვავებული. თუმცა ყველა იმყოფებოდა ერთი და იგივე ადგილას, ერთი და იგივე დროს, მაშინ, როდესაც მოხდა ეგ ერთი ფაქტი. ეს ექსპერიმენტი ადასტურებს იმას, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი ცხოვრების ხედვა, თავისი გამოცდილების, თავისი ფსიქიკის და მდგომარეობისგან გამომდინარე. ამიტომ ფაქტი არის ერთი, მაგალითად ის, რაც მოხდა ფაქტიურად. მაგრამ მაგ ფაქტის აღქმა არის ინდივიდუალური და არ არსებობს, რომ იყოს ობიექტური თავიდან ბოლომდე. იმიტომ რომ შეიძლება ადამიანის რაოდენობაში ერთი სტუდენტი მოხვდა და სწორად თქვა, მაგრამ სხვა დანარჩენ მოვლენაზე ვერ გაარტყა. ამიტომ იცოდეთ, რომ სხვა ადამიანი როდესაც გეუბნებათ თავის აზრს თქვენზე, ეგ მხოლოდ მაგ ადამიანის აღქმა არის. როდესაც სხვა ადამიანი რაღაცას გთავაზობს ან გირჩევს, ეს მხოლოდ მაგ ადამიანის აღქმის რჩევა არის. როდესაც სხვა ადამიანი რაღაცას გიყვება, ეგეც იცოდე, რომ ეს ყველაფერი მოყოლილი შეიძლება არ ემთხვეოდეს სიმართლეს მხოლოდ იმიტომ, რომ მაგ ადამიანის აღქმის საშუალებით არის გადმოცემული. ხო, ყველაფერი ვარაუდია ამ ექსპერიმენტის შემდეგ. და ეს არა მხოლოდ პირად ურთიერთობებზე ვსაუბრობ ახლა მე.